არსებობს ასეთი ტრადიცია. ნატრის ხეზე უნდა მოაბა ფერადი ბაფთა, აი ესეთი ლამაზი ლენტები და აუცილებლად აგისრულდება შენი ნატრა. ამიტომაც ქვია ამ ხეს ნატრის ხე. მაგრამ ჩვენ ახლა მოვედით რესტორანში, რომლის სახელწოდებაა ნატრის ხე. ამიტომ ვნახოთ ამ რესტორანს როგორი ტრადიციები აქვს. რამდენად ნატრები აგვისრულდება, ეხლა ვნახოთ. დავიწყოთ. ლანჩი გავუშვით და ცოტა მოუწესრიგებლად ვარ. დავიწყოთ. კონდენსატი არ არის, აი წვეთას იწყებს, უბრალოდ ეხლა არ არის საბედნიეროდ, გაწმენდილი არის ვადასტურებ. ეს არის ხაჭაპურის ადგილი. ცომები გამზადებულია იმისთვის, რომ დააცხონ. ეთყობა პატარა პრობლემა მაინც გამწოვებს აქვს, თუმცა აი წვეთა არ მიმდინარეობს საბედნიეროდ. ღუმელები კარგი და ახალი აქვთ, მაგრამ რატომღაც ღუმელის თავს თვლიან, რომ არ არის გადასაწმენდი, ამ დროს თითქმის ყველა რესტორანში გადასაწმენდია ღუმელის თავი. აქ არის დამხმარე ოთახი. დამხმარე ოთახში არის ხორცი მოთავსებული, დასტიკერება არის. ეს არის ცომი გასაყინად ჩადებული, საკონტროლო თერმომეტრი არის, მაგრამ აი ასე შენახული ბულიონი ჩემთვის ცოტა ჩემთვის კი არა, ბისმიერი მომხმარებლისთვის არაესთეტიურია, იმიტომ რომ ეს პარკები არის ძალიან სუსტი და ძალიან მარტივად იხევა, ვინაიდან არის გაყინული, აი ას არ იღვრება თავისთავად და აქედან გამომდინარე ზუსტად ჯვარედინი დაბინძურების ძალიან მაღალი რისკი არსებობს. აი ეს კერძისთვის გამოსაყენებლად, აი შეურაცხმყოფელია, ნუ თუ 10 თეთრიანი კონტეინერი გააძვირეთ კერძი 10 თეთრით, მაგრამ აი ესეთ პარკებში ბულიონის შენახვა არის დანაშაული ჩვეულებრივი. აი აქ უკვე სწორად არის შენახული და მივესალმები, აი ასე უნდა იყოს შენახული 8-2-25. ისე აი ამ ბულიონებს რამდენი ხანი ინახავთ საერთოდ? ეს როგორ გითხრათ, გამსვლელი პროდუქტია და კი, მაგრამ აი თავისი შენახვის ვადა ხონდა კონდეს ქათმის ბულიონია, როგორც უყურებ, ასევე არის საქონლის ხორცის ბულიონი, იმიტომ რომ ფერები განსხვავდება მკვეთრად, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი მიმდინარეობს, აი ვხედავ ხელმოწერებს, ანუ ჰასპი ობიექტზე დანერგილია, ეს ამაზე მეტყველებს, კონტეინერშია მოთავსებული ცომი და ანუ ეს არის საცხობისთვის განკუთვნილი ტერიტორია, კი ბატონო, ეს არის რისთვის? ჩოთქების და ვისკაც არის. ანუ ინვენტარისთვის განკუთვნილი მარტო ამ საცხობის ინვენტარი. კი ბატონო. ეხლა ნახეთ, აი თქვენთან მაქვს ესეთი თხოვნა. და აი როგორც დიასახლისი, ან დამეთახვეთ, ან უარყავით. ეს არის ქიმიური ნივთიერება, ხო, რომელიც კარგად უნდა გავრეცხოთ. აქ გიდევთ დაფა, რომელიც გარეცხილია. ცხელ პერიოდში, აი, როდესაც შემოდის ბევრი მომხმარებელი, წავლებთ ხელს და იხმართ, იმიტომ რომ გარეცხილი გაქვთ, ხო, სწორი ვარ? გასაგებია, მაგრამ წყალი ევლება მაინც. არ დავიჯერებ. ვერ დავიჯერებ. ვერ დავიჯერებ. ხო, ორჯერ, სამჯერ არავინ არ ეცხავს, ხალბატონო, უბრალოდ თხოვნა არის, რომ ეს გაითვალისწინოთ. ძალიან ლამაზი ეზო აქვს ამ რესტორანს. ნახეთ, აქაც არის ნატრის ხე. აი, ესეთი ფერად ლენტიანი ხე და აი ყვავის რაღაც ლამაზი ბუჩქი, ლამაზი ყვავილებით, ძალიან მომწონს ეს მწვანე ეზოები ნატახტარში. ზოგადად ახასიათებს ნატახტარის რესტორნებს გარე სივრცე, სუფთა ჰაერზე და აი ესეთი მწვანე ლამაზი ეზოები. ძალიან სასიამოვნოა. აქ კარგამინში, რა თქმა უნდა, მაგიდებია გაშლილი და შეგიძლიათ მიირთვათ სუფთა ჰაერზე, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა დავათვალიერებთ ასევე დარბაზსაც. მანამდე აბა რა დეკორი აქვს? ქვევრი, ფარნები, ღამე ალბათ ძალიან ლამაზია და აი ესეთი გადახურული ტერასა, სადაც ძალიან უბრალო ხის მაგიდა და სკამებია, მაგრამ ყველაფერი მოწესრიგებულია, კარგ მდგომარეობაშია. მოდით ახლა შევიხედოთ დარბაზში. აი ეს უკვე დახურული დარბაზი, აქაც მომწონს ინტერიერი, საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება.
ტრადიციული ქართული ქვა, ხე, აგური, მაგიდები არის სუფთა, ჭურჭელიც სუფთა. გადავხედოთ მენიუს. ღორის მწვადი ღირს 17 ლარი. მწვადის დაფა 120, ალბათ ხუთკაციანია. არის კანჭის დაფა. ჩვენი ქართული კერძებია ძირითადად. ფასებიც განსხვავებული არის, ასევე დესერტები, ღვინო და ასე შემდეგ. არის ბუხარის და ეს კარგია, იმიტომ რომ ცივამიდში ბუხართან ჯდომას რაჯობია. სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემზე ეს დარბაზიც, ასევე ტერასაც მომეწონა და გვჭა რა, სველი წერტილი. მომწონს რომ აი ყველგან გაქვთ აბსოლუტურად კონტროლი ტემპერატურული რეჟიმის, ეს ვისი ადგილია, ვინ არის პასუხისმგებელი? თქვენი სახელი ქალბატონო? ქალბატონო მზია. ეხლა დავიწყოთ. ანუ თქვენ ხინკალზე ხართ და კიდე რა კერძები? მარტო ხინკალზე. ეს არის ხინკლისთვის განკუთვნილი ხორცი? სახინკლე. კი ბატონო, წერია. ეხლა მითხარით. ჩამოსატარებელი კი არის, მაგრამ აი ესე ნაჟურ წყალში კი წურავთ, მაგრამ მიკრობთა რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება, ამიტომ არის სპეციალურად აი არსებობს სტანდარტი, მით უმეტეს, როდესაც ჰასპი გაქვთ დანერგილი, დასურეთელ ჯამზე უნდა მოათავსოთ და ის უკვე უნდა იწრიტებოდეს და მაცივარში სწორად ალღობთ. კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ არ უნდა იყოს სისხლში. აი ესთეთიურიც არ არის, აი ნახეთ, ძალიან არასასიამოვნოა და აი ამას რო გაალღობთ უკვე გამღვალია მით უმეტეს აი ამ რაოდენობას სისხლში. კი ბატონო, აი ამ რაოდენობას სისხლში იყოს, აი ეს არასწორია, აი. ნახეთ? აბსოლუტურად ყველა მაცივარში გაქვთ საზომი. ეს არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ თუ კი გაიღება დიდი პერიოდით, მაშინ გექნებათ იმის საშუალება, რომ ტემპერატურა გააკონტროლოთ. აქ არის ულუფებად დაწყობილი პროდუქტი. ულუფებად დაწყობილი პროდუქტია. და ვადები არის აღნიშნული. კი ბატონო, ვადები ძირითადად არის აღნიშნული, მაგრამ აი ყველაფერი უნდა იკეტებოდეს კარგად და აი ესეთი ესი არ უნდა იყოს. კი ბატონო, და აი ეს პარკები ძალიან ცუდია. აი მით უმეტეს, აი ნახეთ, აი როგორ არის ხა ჩაყინული, აი ამას რო დაჭირდეს, აი ეს რო ავიღოთ, აუცილებლად დავაზიანებთ პარკს. და ჯვარედინი დაბინძურება აქედან შეიძლება დაბინძურდეს პროდუქტი. ამიტომ თხოვეთ თქვენ ხელმძღვანელობას ერთჯერადი კონტეინერები გაქვთ კიდევაც და ძირითადად იხმარეთ ერთჯერადი კონტეინერები. მაგიდები უჟანგავი და კარგი არის, მათი დასუფთავება, დეზინფექცია ძალიან მარტივია და სწორია, ესეც უნდა იყოს. ყველაფერი აბსოლუტურად არის მე არ ვიცი ხა ყოველ შემთხვევაში ვუყურებ რომ სუფთა კონტეინერებია, ამის დოკუმენტაცია სულსაც ეროვნული სააგენტო მოწმებს, ჩვენ დოკუმენტალურში არანაირად არ შევდივართ, ეს სახელმწიფო სტრუქტურის ვალდებულება და მოვალეობა. აი ამას შეხედეთ, აი ეს ჩვეულებრივად წვეთა როგორც კი იწყება, ბინძურდება, აი ეს გარეცხილი და სუფთა კოვზები. ამ დროს იცის შევგზარეულმა და მზარეულმაც რომ არის სუფთა, გარეცხილი და თავისთავად ენდობა იღებს და ხმარობს, ამ დროს პირდაპირ კონდენსატი, აი ნახეთ, როგორ მიმდინარეობს წვეთა. იქ არ არის, მაგრამ აქ არის. იმედია ამასაც მიაქცევთ ყურადღება. ტილოები უფრო ხშირად გამოცვალეთ, იმიტომ რომ ტილოს მდგომარეობა არ მომწონს და დაფები უნდა სუფთავდებოდეს. ერთი დაფა გააქვთ, დაფები. აი ეს კარგია, აი ეს სუფთა, აი ეს არის კარგი დაფა, სუფთა, გაპრიალებული, იქ სიშავეები დაფებზე არ უნდა იყოს. კოროზია უნდა აუცილებლად უნდა ხო, აუცილებლად უნდა შეიღებოს. უყურებ რომ კულერებს წმინდავთ, მაგრამ გასაწმენდია აშკარად, აი კულერები გასაწმენდი გაქვთ. აი ამ ქვის კედლის უკან დამალულია საპირფარეშო, მოდით შევიხედოთ. სუფთა, რაღაცა ქლორის სუნი დგას, მაგრამ ალბათ წმინდავენ და ამიტომ რაღაც ქიმიური საშუალებები. ნორმალური ტუალეტია, წითელი ნიჟარები, ონკანი, ყველაფერი სუფთა, ნამდვილად არავინ არ იცოდა რომ მოვიდოდით.
ყოველთვის ესეა, მოულოდნელად მოვდივართ, ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი. აი ეს არის ტუალეტი, სამწუხაროდ ამას არ აქვს აი ეს პლასმასის თავსახური, მაგრამ მეორეს აქვს. წყალი მოდის, იმედია. მოდის და ხევადი საპონი არის, კი ბატონო, არის და არის ასევე ხელსახოციც. არის. სრული კომპლექტია. მე 3 კამერით ვიღებთ, კი ბატონო. არ არის აბლაბუდები მოწესრიგებულია, კედლებიც მოწესრიგებულია, პრინციპში ეს იყოს სულ სამზარეულო, მეტი არა გაქვთ, ხო, არცად სამზარეულო. იქ რა არის ქალბატონების მენეჯერის კაბინეტია და ასე შემდეგ. ანუ მე დავასრულე. ეხლა გააგრძელებს ლიზა. всё. აქ რეკომენდაცია მაქვს ის, რომ აი ეს და გაიწმინდოს. აი ესეთი დამტვერილი, სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აუცილებლად გაწმინდეთ. მესმის რომ მაყალია და მესმის რომ მაღალია დამტვერიანების რისკი, მაგრამ აუცილებლად, აი იმიტოა შეფუთული და იმიტომ გადლებთ სურსათი იმის რეკომენდაციას, რომ ყველა იყოს შეფუთული აბსოლუტურად სანათი, რომ მარტივად ხდებოდეს მისი დასუფთავება. ეს არის სულ. აი ეს არის სულ, რაც ჩვენ ვნახეთ და თქვენც გაჩვენეთ რესტორანში ნატრის ხე, რომელიც მდებარეობს ნატახტარში. ზისპირა რესტორანია, როგორც ყველა რესტორნის უმრავლესობა ნატახტრის გზაზეა ჩაყოლებაზე.